გამარჯობა ძვირფასო YouTube მაყურებლებო. მე იორეკი ვარ და ეს ქართული ამბებია. დღეს ისეთი კარგი ამბები მოგიმზადეთ, არხის გამოწერასაც რომ იმსახურებს და დალაიქებასაც. რადგან ვერც თქვენი თქმით და ვერც მე, დავიწყოთ. ჭავჭავაძის და ნიკოლაძის დუელი. ახლა ერთ გაუგონარ და დაუჯერებელ ამბავს მოგიყვებით, რომლის მოქმედი გმირები არც მეტი არც ნაკლები ილია ჭავჭავაძე და ასევე ბუმბერაზი ქართველი ნიკო ნიკოლაძე არიან. ეს ორი გიგანტი ნამდვილად ღვთის საჩუქარია საქართველოს ისტორიაში. მათი შემოქმედების, საქმიანობის და ღვაწლის ჩამოთვლა რომ დავიწყო, არანაირი დრო არ მეყოფა. ამიტომ ერთ-ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელმაც პირადად მე შოკში ჩავდო. მიუხედავად თავიანთი დიდი ქართული მოღვაწეობისა, ეს ორი ადამიანი თურმე ხშირად კამათობდა და მთელ რიგ საკითხებში ერთმანეთს ვერც უგებდა. ძირითადად, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ვერ თანხმდებოდა. სხვადასხვა აზრი ჰქონდათ ბანკთან დაკავშირებით. ასევე ხშირად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ქართული ენის საკითხებზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი კამათი და დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთი დუელშიც კი გამოიწვიეს. როსტომ ჩხეიძის თქმით, ილია ჭავჭავაძე საკმაოდ კარგად ისროდა და მის ანგარიშზე 7 დუელი ყოფილა. ასევე ჰქონდა სადუელო იარაღის კოლექციაც და მსგავსი შემთხვევებისთვის ვარჯიშობდა კიდეც. დუელში გამოწვევა სავარაუდოდ ცხელგულზე მოხდა. თუმცა მაშინდელი დრო ხომ მოგეხსენებათ არა? დუელში გამოწვევის შემდეგ სიტყვას უკან ვერ წაიღებდი. რომელი თავმოყარი ადამიანი წაიღებდა თავის სიტყვას უკან? ნიკო ნიკოლაძე თუ ილია ჭავჭავაძე? ხო და ჩაინიშნა დუელის დღეც. მონაწილეებს ერთნაირი დამბაჩები უნდა ქონოდათ. ერთნაირი ტყვიები და თანაბარ პირობებში უნდა ყოფილიყვნენ. ეპოქის უდიდესი ადამიანებიც დადგნენ ერთმანეთის პირისპირ, დამბაჩებით ხელში. ის იყო უნდა გაესროლათ, რომ სეკუნდანს ხმამაღლა ტირილი დაუწყია. ამას რას ვხედავ? ერთ-ერთი თქვენგანი დაიღუპება და ამ საწყალ ქვეყანას რაღა ეშველებაო. ამ ხმამაღალმა ტირილმა გონს მოიყვანა ნიკოც და ილიაც. გაიაზრეს მოსალოდნელი ტრაგედია და იარაღებით დაუშვეს. ვერც კი წარმომიდგენია მეორე დღეს გაზეთების სათაურები ილია ჭავჭავაძემ ნიკო ნიკოლაძემ მოკლა. ან ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძემ მოკლა. მართლაც რომ კატასტროფა იქნებოდა არა. აი ასე გადავრჩით დიდ სირცხვილს და უბედურებას. ამბროსი ხელაია ციხეში. ეს ამბავი საქართველოს ეროვნულ გმირზე კათალიკოს პატრიარქ ამბროსი ხელაიაზეა. როგორც ვიცით, ამბროსი ხელაია ვერაფრით ეგუებოდა საქართველოს გასაბჭოებას. პატრიოტიზმით გამსჭვალული კაცი ყველა ღონეს იყენებდა, რომ საქართველოსთვის ნანატრი დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. საბოლოოდ ამ ამბავს შეეწირა კიდეც. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნულმა გმირმა თავისი ერთადერთი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა. კათალიკოსის ბრძოლამ დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში ცხადია ძალიან გააღიზიანა საბჭოთა ხელისუფლება. არაერთხელ დააპატიმრეს, ქონება ჩამოართვეს და გაასამართლეს. სამართალი თუ ქვია მაგას. ახლა რასაც მოგიყვებით, მისი ციხეში ყოფნის პერიოდს ეხება. მაშინ ამბროსი ხელაია მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. 1999 წელს გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე უხუცესმა მანდილოსანმა ბაბო დადიანმა ამბროსი ხელაიაზე საინტერესო ამბავი გაიხსენა. თურმე მისი მეუღლე ალექსანდრე მასხარაშვილი და კათალიკოს პატრიარქი ამბროსი სასჯელს ერთ საკანში იხდიდნენ. როდესაც ბაბო დადიანს და სხვა პატიმრების ნათესავებს თავიანთი პატიმრების ნახვა ან ამანათის გადაცემა უნდოდათ, ჩეკისტებს ეუბნებოდნენ, რომ ამბროსი ხელაიას სანახავად იყვნენ მისულები. ახლა რაში იყო საქმე? პატიმრების მონახულება, რა თქმა უნდა, სასტიკად იყო აკრძალული. თუმცა კათალიკოს პატრიარქის მიმართ კომუნისტებიც კი ვერ იჩენდნენ განსაკუთრებულ სიმკაცრეს და მისი მონახულების უფლებას ხალხს აძლევდნენ. ნახველებიც ეუბნებოდნენ კათალიკოსის მოსანახულებლად მივდივართო და საკუთარ პატიმრებს ნახულობდნენ. თქვენ გონიათ საქმე ასე მარტივად იყო და ზედამხედველები ამას არ აკონტროლებდნენ? რა თქმა უნდა არა. თუმცა მნახველები ასეთ ხერხს მიმართავდნენ. სახით კათალიკოსისკენ იდგნენ და სინამდვილეში ზურგს უკან მჯდომ საკუთარ ნათესავებს ესაუბრებოდნენ. ამბროსი ხელაია კი შიგადაშიგ თავს დაუქნევდა, დაეთანხმებოდა, დალოცავდა, თითქოს მართლაც მასთან იყვნენ მნახველები. ასე ახერხებდა ციხის შიგნიდანაც ხალხისთვის პატარა დახმარებას. კონსტანტინე გამსახურდია და მარილი. ქართველ მწერალს კონსტანტინე გამსახურდიას ერთი უცნაურზედ უცნაური ახირება ქონია. თურმე ვერ იტანდა მარილი თუ გათავდებოდა ოჯახში.
ფიქრობდა, რომ მარილი ისეთი რამე იყო, რაც არასოდეს არ უნდა გამოლებულიყო სახლში. ზოგს ხომ სხვადასხვანაირი ახირებები აქვს, არა? აი კონსტანტინე გამსახურდიასთვის კი ეს ოჯახში მარილის გათავება ყოფილა. მისი მეუღლე მირანდა მეგობარს უყვებოდა, რომ ერთხელ ასეთი ამბავი მომხდარა. საერთოდ ხომ ხშირია მეზობლებს შორის კვერცხის, ხახვის, შაქრის და რაღაც სხვა პროდუქტების სესხება, არა? უცბად რაღაც მიგაკლდება და უახლოეს მეზობელთან მისვლა გირჩევნია მაღაზიაში ჩასვლას. ხო და მათ მეზობელსაც სადილის კეთებისას რაღაც დაკლებია. ეს რაღაც კი სამწუხაროდ მარილი აღმოჩნდა. დაუკაკუნებია გამსახურდიების ოჯახში და მირანდასთვის მარილი უთხოვია. მას პინძელსაც რასაკვირველია მიუწია მარილი და გაუსტუმრებია. თურმე კონსტანტინეს კაბინეტის კარი ამ დროს ღია ყოფილა და ყველაფერი გაუგონია. მეზობლის წასვლის შემდეგ მეუღლესთვის მკაცრად უთქვამს: იცოდე, მაგ ქალს მარილი არ ასესხო არასდროს. ქალს რომ მარილი გამოელება, ის ქალი ოჯახში გასაჩერებელი არაო. არადა კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია მრავალი სიკეთით, ახლობლებზე, თანამშრომლებზე, დამწყებ მწერლებზე ამაგით და აი ცოტაოდენ მარილზე დიდი აყალმაყალი აუტეხავს. გასიზემ, კაცია და გუნება. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რა უცნაური ახირებები გაქვთ. ნაცემი პოლიციელი. ეს ამბავი გურიაში მოხდა. როცა ქართველი მწერალი და გურიის საამაყო შვილი ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა, გურია და მთელი საქართველო გლოვა მოიცვა. ყველას უყვარდა ეგნატე. ის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული გურული იყო ლანჩხუთიდან და ყველა დიდ პატივს სცემდა. თან გარდაცვალებისას ეგნატე ნინოშვილი სულ რაღაც 35 წლის იყო და ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებას დიდი და პატარა გლოვობდა. სწორედ ამ პერიოდში ერთ დუქანში ვიღაც კონტრაბანდისტი და პოლიციელი შესულან საქეიბოთ. თურმე პოლიციელს გაეგო ამ კონტრაბანდისტის საქმიანობის შესახებ, ფრთამიც გამოურთმევია და მაღარიჩიც აკისრებინა დუქანში. როცა შეთრნენ, კარქასიაძე დადგნენ და ბიჭებმა სიმღერად შემოსწეს. ამ დროს დუქანში პატარა ბიჭი შევიდა და პოლიციელს წერილი გადასცა. წერილში კი ეწერა, რომ თუ მაგ ბღორინს თავს არ დაანებებთ, ცუდად გექნებათ საქმეო. ხალხი სახელოვანი შვილის გარდაცვალებას გლოვობს და თუ ისეთი გათახსირებულები ხართ, რომ მწუხარების დროს მწუხარება არ შეგიძლიათ, ჩუმად მაინც იყავითო. პოლიციელი ერთი კი შეკრთა და მერე იკითხა იმპერატორის ნათესავი ან მაზრის უფროსის ახლობელი ხომ არ მომკვდარაო. თანამე ინახეს უთქვამს, ერთი მწერალი მოკტაო. რუსი ხომ არ იყო? ჩაეკითხა პოლიციელი. არა, ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილია. ქართველის და თანაც მწერლის სიკვდილი რას ადარდებელიაო. გაუცინია პოლიციელს და კვლავ სიმღერა შემოსახა. ვაი, ასეთ შემოძახებას. პოლიციელი უცნობ გურულებს გარეთ გაუყვანიათ და იმდენი ურტყეს, თურმე ძვალი და რბილი გაუერთიანეს. აი ასეთი ამბები მქონდა თქვენთვის მომზადებული დღეისთვის. ძალიან ხშირად კი მიწევს ამის თქმა, მაგრამ რა ვქნა, ასეა. ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის თქვენი ლაიქებიც და კომენტარებიც. არხის გამოწერა თავისთავად. შემდეგი ქართული ამბები რომ არ გამოგრჩათ. დროებით.